იყო ძალიან პრინციპული გამოსვლა, იყო ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს თავის მეგობრებთან ერთად დგას და ჩვენმა მეგობრებმა უნდა იაქტიურონ, გააგრძელონ აქტიურობა იმისათვის, რომ შევაჩეროთ რუსეთის აგრესია, შევაჩეროთ ოკუპანტის მიერ დამატებით გადადგმული კიდევ ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფრთხეს უქმნის და რომ საქართველოს პრინციპულად დგას იმავე პოზიციაზე, რა პოზიციაზეც იდგა. ეს არის გზა ნატოსკენ, ეს არის გზა ევროკავშირისკენ. მიმაჩნია, რომ აქ ბევრი პოზიცია მისი მხრიდან იყო კარგად დაყენებული, სახელმწიფოებრივად დაყენებული, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ 9 წლის განმავლობაში ეფიქრა იმას ამაზე და რაზეც დღეს ძალიან ჩივის, რომლის თავი და თავი თვითონა ადრე ეფიქრა იმაზე, რომ ეს პრობლემები ქვეყანას არ უნდა ქონოდა. რა თქმა უნდა, ღერძი, რომელზეც იყო აგებული ეს გამოსვლა, რომ რუსეთი ყველანაირად ებრძვის საქართველოში ევროპული ღირებულებების ნგრევას, მე მიმაჩნია, რომ სინამდვილეში რა თქმა უნდა არის მართალი, მაგრამ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მთელი ამდენი წლის განმავლობაში სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში მე ვფიქრობ, რუსეთს ყავდა ძალიან ღირსეული ბრჭყალებში მოკავშირე, სწორედ დასავლური ღირებულებების დევალვაციისა და დისკრედიტაციისათვის.